ხელოვნებაზე არ მინდა რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკო, იმიტომ რომ ფიქრობ ყველა ადამიანმა იცის მისი მნიშვნელობა. ძალიან საჭიროა როგორც მენტალური ჯანმრთელობისთვის, ისევე ფანტაზიისთვის. სამი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა სივრცე, სადაც შევძლებდით თავისუფალი სიტყვის თქმას. და ამ იდეას გავყევით ბოლომდე, საბოლოოდ შევძალით ის, რომ დავაარსეთ თეატრი, სადაც არა მხოლოდ სპექტაკლები არის, ასევე არის მუსიკალური საღამოები, კანტრი, აკუსტიკა, ჰიპ-ჰოპი, არის ხოლმე პრეზენტაციები, არის პოეზიის საღამოები. ზოგადად ყოველდღიური ცხოვრება სტრესებთან არის დაკავშირებული, ეს იქნება სამსახურეობრივი თუ სხვა და აუცილებელი არის, რომ ადამიანებმა ჩვენს რუტინაში ჩავისვათ ისეთი აქტივობები, რომელიც დაგვეხმარება ინტელექტუალურად და შემეცნებითად განვითარდეთ და გადავახალისოთ ჩვენი ცხოვრება ამ ყოველდღიურად. გვაქვს ასევე არტ-თერაპიები, სადაც მოდიან ბავშვები და ვუტარებთ უფასოდ, რა თქმა უნდა, ამ თერაპიებს. ძალიან გვიჭირს, სიმართლე რომ გითხრათ, სივრცის შენახვა და დღემდე ჩვენ დაფუძნებლები, ჩვენი ჯიბიდან ვიღებთ თანხას, რომ გადავიხადოთ იჯარა კომუნალური და იმისევე ძალიან ბევრი გადასახადი არის. ჩვენერი პატარა სივრცეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვიღაცა გეხმარება და საჭირო არის სპონსორი. მწვანე, წითელი და თეთრი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და იდეების აუქციონზე დავფინანსდით და შევიძინეთ გათბობა გაგრილების სისტემა, კონდიციონერები, ასევე განათებები და სახატავი მასალა ბავშვებისთვის. ჩვენ ამის შემდეგ უკვე თამამად დავიწყეთ ჩვენი იდეის განხორციელება ამ სივრცეში. მოვიწვიეთ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვები, ასევე სოციალურად დაუცველი ბავშვები და ვატარებთ მათთან ხატვის გაკვეთილებს არტ-თერაპიის მეთოდით. ვფიქრობ, რომ ეს სივრცე ყველასთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელია. ეს ბავშვები რეალურად ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდებიან და სამუშაო პროცესშიც ჩანს ეს ყველაფერი. მოსდით ახალ-ახალი იდეები, უფრო იხსნებიან, თავისუფლდებიან. ჩვენ იდეების აუქციონი ძალიან დაგვეხმარა და ჩვენ ეს დახმარება მივიღეთ სწორ დროს და შესაბამისად ამის შემდეგ უკვე ჩვენ ვცდილობთ, რომ ანალოგიურად მოვიქცეთ და როგორც ჩვენ დაგვეხმარეს, ისევ ჩვენ აუცილებლად დავეხმაროთ სხვებს.